გუშინდელი ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაკავება ჩემთვის პირდაპირ კავშირშია 17 მაისის მოვლენების გადაფარვასთან. სამწუხაროდ 17 მაისს ჩვენმა საზოგადოებამ იხილა ძალიან, ასე ვთქვათ, ამაზრზენი ქმედებები თბილისის ქუჩებში. ეკლესიამ საკუთარი კუნთები აჩვენა ბიძინა ივანიშვილს და თითის ქნევით მას მისცა გაფრთხილება, რომ ისინი არიან პოლიტიკის განსაზღვრელი ქვეყანაში და სამწუხაროდ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ანაფორაში გადაცმული კრიმინალებისთვის შესაბამისი ადეკვატური კანონით გათვალისწინებული პასუხის გაცემა. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და თქვენ მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ იქ მოძალადეებისგან დაიცვეს ის ათობით ადამიანი, რომლებიც აპირებდა აქციის გამართვას, არამედ კონსტიტუციით სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება. მე როგორც მოქალაქეს, რომელსაც მაქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და აქციების მოწყობის და ასე შემდეგ, ხელი არ შემეშალოს ჩემი უფლებების განხორციელებაში და ეს უნდა უზრუნველყოს პირველ რიგში სახელმწიფომ ეს ვერ მოახერხა. უფრო მეტიც მათ ვერ აღკვეთეს ქუჩაში ძალადობის პროვოცირება და მოწოდება სიძულვილთელი საუბარი და ჩაქოლვისკენ მოწოდება. ამ ფონზე ხელისუფლებამ 3 დღეში ბრალი წაუყენა ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს და ისინი ცდილობენ საკუთარი უსუსურობა ეკლესიის წინაშე ამით გადაფარონ. შეიძლება ვინმე თქვას, რომ და მოვისმინეთ, რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ამ საქმეების გამოძიება მიმდინარეობს, დაკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი და თურმე სწორედ ახლა დამთავრდა. სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე რატომღაც ესეთი დამთხოვები ამ ხელისუფლების პერიოდში, რაღაცის გადასაფარად ხშირად არის ხოლმე გარკვეული, ასე ვთქვათ, შემოგდებული თემები, ეს რომ ყოფილიყო, ანუ ბრალის წაყენება დაახლოებით 1 კვირით ადრე, ან 1 თვის შემდეგ. მაშინ რა თქმა უნდა მსგავსი ეჭვები არ გაჩნდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში 17 მაისის მოვლენების ფონზე 3 დღეში იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება აკავებდეს სასულიერო პირებს, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ იმ ქმედებებს, იმ ძალადობას თბილისის ქუჩებში, რასაც ჰქონდა ადგილი, ამ ფონზე აკავებს ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს. და ამავე დროს აანონსებს, რომ მათ ბრალად, თურმე ვანო მერაბიშვილს ბრალად წაეყენება 26 მაისი, გვირგვლიანის თემა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ პროკურატურა გადაიქცა ჭორის, ასე ვთქვათ, გამავრცელებენ ორგანოდ, იმის ნაცვლად, რომ ისინი მუშაობდნენ სისხლის სამართლის საქმეებზე, ისინი წინასწარ აანონსებენ ხოლმე, იგივე ხდებოდა ბაჩუახალაიას საქმესთან დაკავშირებით, გამოდიოდა წულუკიანი, კბილაშვილი და აანონსებდნენ, რომ ბაჩუახალაიას ბრალად წაეყენებოდა თეთრაძის საქმე, ბრალად წაეყენებოდა სხვა, ასე ვთქვათ, უამრავი დანაშაული, თუმცა მსგავსი რამ ბაჩუახალაიას დღემდე არ წაყენებია ბრალად და მსგავს ქმედებებთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე. ეს არის ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო. პროკურატურა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და შესაბამისად ის ვერ ახერხებს პასუხისგებაში მისცენ 17 მაისის მოვლენების მთავარი ორგანიზატორები და გმირები ბრჭყალებში და ისინი ამ ფონზე ამის გადასაფარად აკავებენ ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის დაკავებას, ის რამდენად სამართლიანად ან უსამართლოდ არის დაკავებული, მე ამაზე ამ ეტაპზე არ დავიწყებ სპეკულირებას ამ თემით. ამას გვიჩვენებს სასამართლო პროცესები, ამას გვიჩვენებს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება და ის თუ რამდენად არგუმენტირებული, დასაბუთებული იქნება პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ ეს თემა არ გახდება სპეკულირების და გარკვეული, ასე ვთქვათ, თუნდაც ვანო მერაბიშვილის მხრიდან პიარის გაკეთების საფუძველი და არ იქცევა კიდევ ერთ შოუდ ეს დაკავება და პროკურატურას აქვს გათვითცნობიერებული ის, რომ
ეს დაკავებაც არ იყოს მსგავსი იმ დაკავებებისა, რომელიც ბაჩუახალაიას დაკავების შემდეგ მთელი რაღაც სერიები განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. თუ კი არსებობს მტკიცებულებები, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს ადამიანი პასუხისგებაში მიცემისა და არის ჩადენილი დანაშაული, კი ბატონო, ამ შემთხვევაში ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის, მაგრამ ის რომ თურმე რაღაცა ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაასაქმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და გადაუხადეს მათ ფული და მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, ბრალდებები, როცა ისმის, ეს ყველაფერი არის ძალიან არასერიოზული, ეს ყველაფერი გამოიყურება ძალიან სასაცილოდ. მე ვისურვებდი რომ მარტო ვანო მერაბიშვილს და წინა ხელისუფლებას კი არა, ამ ხელისუფლებასაც დაესაქმებინა ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურებიდან გაშვების ნაცვლად და თუნდაც ისინი იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და არ იყოს ამ ქვეყანაში უმუშევრობა და არ იყოს ის პრობლემები, რა პრობლემებიც აქვს დღეს ჩვენს მოსახლეობას და ამის გამო ადამიანების დაჭერა და პასუხისგებაში მიცემა იმ ფონზე, როცა მკვლელების ხელისუფლებას ეძახდნენ, წინა ხელისუფლებას ძალიან სასაცილოა და მე იმედი მაქვს რომ თუ რაიმე სერიოზული, ასე ვთქვათ, მტკიცებულებები და საფუძვლები გააჩნია პროკურატურას, ეს იქნება წაყენებული უახლოეს პერიოდში და არ გახდება კიდევ ერთი შოუ ქართული საზოგადოების წინაშე, არ დაიდგმება ამ ყველაფრით. მე ვერ გეტყვით ვინ განიხილავდა? მე ვერ გეტყვით ვანო მერაბიშვილი რამდენად განიხილებოდა ყველა სერიოზულ ან არასერიოზულ კანდიდატად. მე ვიცი რომ უნდა მომხდარიყო პრაიმერი შერჩევა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისა. ეს ამ წუთშიდაც არ არის პრობლემა, ანუ ჩვენ ვიცით რომ თავისუფლებაზე არ მყოფ ადამიანსაც შეუძლია იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს არ ამგონია რომ არსებით გავლენას ახდენდეს, თუმცა მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობაში გარკვეული ადამიანები იმედოვნებდნენ, რომ იმით რომ თუ ბაჩუახალაიას დაკავებაზე ხმას არ ამოიღებდნენ და ჩვენ ვიცით რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრ მათგანს ხმა არ ამოუღია, ისინი საკუთარ თავს გადაირჩენდნენ ამით. ან თუნდაც იმით რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით იმ ფონზე, როდესაც პარალელურ რეჟიმში მიდიოდა საუბარი, რომ ეს ხელისუფლება არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომ ამ ხელისუფლების პერიოდში მოხდა ძალიან ბევრი ადამიანის გარეთ გამოსვლა პოლიტპატიმრის სტატუსით, რომლებიც იყვნენ ჯაშუშები, იმ ფონზე, როდესაც ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანა ხდება, იმ ფონზე, როდესაც საუბარი მიმდინარეობდა 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის ბრალი ყოფილა ის, რომ რუსეთი შემოიჭრა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და თურმე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად ჯარის ნაწილების შეყვანა ხელისუფლების, ასე ვთქვათ, დანაშაულია, ის რომ საბრალდებო სკამზე დასვეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეები და ის ადამიანები, ვინც საკუთარი სისხლის ფასად იბრძოდა 2008 წლის აგვისტოში, შესაბამისად ამ ყველაფრის ფონზე, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ხდებოდა და როდესაც პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, დარწმუნება ხდებოდა იმ მიმართულებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ მხარს არ დაუჭერდნენ, ეს ქვეყანას კი არ მიაყენებდა ზიას, არამედ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობას დააყენებდა ეს ხელისუფლება და დაიწყებოდა რაღაცა დევნა, დაჭერები და ასე შემდეგ და ანუ საკუთარი რჩებოდა ესეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანები საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად და კომფორტის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. მე მაშინვე ვიცოდი, რომ ეს საბოლოოდ მაინც ესე მოხდებოდა, მიუხედავად ამ, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯებისა და მე მიმაჩნდა, რომ არანაირ კომპრომისი არ უნდა წასულიყო ნაციონალური მოძრაობა და არანაირ შეთანხმებაზე ამ ხელისუფლებასთან. ვინაიდან თუ კი მივიჩნევთ და მეც მივიჩნევ, რომ ეს ხელისუფლება არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ოპოზიციაც უნდა ყოფილიყო ადეკვატური მათთან ურთიერთობაში და თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები რაც შეეხება ტერორისტების მფარველობას, ესეც ადეკვატურად უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით შეფასებული იგივე ვანო მერაბიშვილის მხრიდან და არ უნდა ყოფილიყო ნათქვამი ის, რომ ეს არის გამოუცდელი პოლიტიკოსის განცხადება. გამოუცდელი პოლიტიკოსი კი არა, ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის პრემიერი და მისი ეს განცხადება ძალიან დიდი საფრთხეების შემცველი არის დღესაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, მსგავსი უკანდახევები, მსგავსი რაღაც კომპრომისები ბუნებრივია, ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ იქნებოდა გამოყენებული, ამაში მე ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ რატომ არ ფიქრობდა ამაზე მთავარი ოპოზიციური პარტია და გარკვეული, ასე ვთქვათ, ლიდერები ამ პარტიაში, ეს ჩემთვის არის გაუგებარი. ანუ კითხვა რომ დავაზუსტოთ, რა უნდა გაეკეთებინა?
არ უნდა ყოფილიყვნენ ლოიალურები, არ უნდა ყოფილიყო ლოიალური ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივებთან დაკავშირებით არ უნდა დაეჭირათ იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი. მე მირჩევნოდა დამენახა ის ადამიანები, რომლებიც ან ზეწოლის ქვეშ, ან მოსყიდვით, ან დაშინებით ხმას მისცემდნენ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს და შეძლებდა ბიძინა ივანიშვილი მის გატანას და არა მთელი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ ყველაფერს მხარს უჭერდა და ამ ყველაფერში ეხმარებოდა ქართულ ოცნებას. კიდევ ერთხელ ნაციონალურ მოძრაობამ დაუჭირა თუ არა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს და დიახ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდა და ყველამ დაინახა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ვერ ხერხდებოდა ქართული ოცნების მხრიდან. საკონსტიტუციო ცვლილებებს რომ ვერ გამოიყენებდა მიხეილ სააკაშვილი, ეს ისედაც ნათელი იყო იმ პერიოდშიდაც, იმიტომ რომ საზოგადოებრივი განწყობა ამის სამისო არ იყო ქვეყანაში და არ არის დღესაც, შესაბამისად უბრალოდ ეს იყო ქართული ოცნების სურვილი, რომ ესე გაეკეთებინათ და ამ ასე ვთქვათ, ამის წინააღმდეგ არ წავიდა შესაბამისად ნაციონალური მოძრაობა. იქედან გამომდინარე, რომ იყო გარკვეული მუქარები, გარკვეული ასე ვთქვათ, თითის დაქნევა, მათ შორის საჯაროთაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. თავიდან გახსოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დარწმუნებით და მისი უმრავლესობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იანვრის დასაწყისში, რომ ისინი გაიტანდნენ 120 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებებს და რამოდენიმე ტვილგაცხელებული დეპუტატი გაუწევდა ამ ყველაფერს წინააღმდეგობას მხოლოდ შემდეგ აღმოჩნდა, რომ 4 თებერვალს იგეგმებოდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა. ეს ვერ შეძლეს, ანუ ჩავარდა და ვერ დადგა კენჭისყრაზე და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ის კადრები, სადაც თითის ქნევით საუბრობს იგივე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი და ნამდვილად ასე ვთქვათ ამ ყველაფრით ჩნდებოდა ის განცდა, რომ შეთანხმება ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ ლიდერებსა და ქართულ ოცნებას შორის არსებობდა თავიდანვე ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანასთან დაკავშირებით. მაგრამ როცა ეს ყველაფერი ისევ ვერ წავიდა, როგორი შეთანხმებაც სავარაუდოდ არსებობდა, შემდეგ უკვე ღიად და საჯარო მუქარაზე გადავიდა ბიძინა ივანიშვილი იგივე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში აქტიური ასე ვთქვათ მოძრაობა იმ კუთხით, რომ მომხდარიყო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა. ეს არის ჩემთვის და ეს იყო ჩემთვის მიუღებელი მაშინაც. მე ყოველთვის ვიცოდი და ვამბობდი იმას, რომ ეს არ გამოიწვევს კარგ შედეგს. საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილი მაინც გააკეთებს იმას, რომ ვისი დაჭერაც უნდათ მაინც დაიჭერენ და არ უნდა წასულიყო ნაციონალური მოძრაობა ამ კომპრომისზე და მსგავსი ასე ვთქვათ უკანდახეები არ უნდა განეხორციელებინა. ავტორიტარული რეჟიმის დამყარების ასე ვთქვათ ნიშნები ჩვენს ქვეყანაში უკვე ჩანს. თავად ბიძინა ივანიშვილი რომ ავტორიტარია, ამას მე მგონი ძალიან ბევრი არა მარტო ამ ქვეყნის მოქალაქე ხვდება. საფრთხები ძალიან დიდია. როგორც ირანიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მიმართულებით, ასევე ავტორიტარიზმის დამყარების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და მე მიმაჩნია რომ თუკი ნაციონალური მოძრაობა არ იქნება ისეთი ოპოზიცია, როგორიც უნდა იყოს და გარკვეული ასე ვთქვათ ლოიალობა იქნება მომავალშიდაც ქართული ოცნების მისამართით, ეს საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დასამარებას გამოიწვევს, არამედ საბოლოოდ ამ ქვეყანაში წერტილით დაესმება დემოკრატიის მშენებლობის პროცესს. დემოკრატიის ოაზისი არც არასდროს ყოფილა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მშენებლობის პროცესი დემოკრატიისა ამ ქვეყანაში მიდიოდა. ჩვენ დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც შეიძლება ნამდვილად გავაოცოთ სოფლიო იმ ბრჭყალებში დემოკრატიით, რომელ დემოკრატიის დამყარებასაც ეს ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ხმანდან ბაჭვახლე საკუთარ შემდეგ მოგიძლია რომ ვანო მერაბიშვილის პროგრამას ლიდერების წინამდე ჩვენებად სამბოლოო წევრები იძლევიან ახლა კი, ეს არის მოცემულობა, ეს არის ფაქტი. ხონდათ ეჭვი რომ ახლა წინამდე რეალურად მერაბიშვილი გარიგებული იყო ქართულ ოცნებაში. ეს ეჭვი კვლავაც ეს ეჭვები კვლავ ძალაშია. მერაბიშვილის დაკავება შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ასე ვთქვათ
ვერსია, რომელსაც აქვს ნამდვილად არსებობის უფლება, შეიძლება განვიხილოთ ის, რომ ეს კვლავ იყოს გარიგების საგანი. მეორე ვერსია, რომელიც შესაძლოა ასევე განვიხილოთ, არის ის, რომ ის აზრი, რომელიც მუსირებდა საზოგადოებაში და მუსირებს დღესაც ბიძინა ივანიშვილისა და ვანო მერაბიშვილის გარიგებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ ის ვიდეორგოლები გულისხმობ იმ სკანდალურ ციხის კადრებს, რომელიც გამოაგდეს არჩევნებამდე 11 დღით ადრე და რომელმაც დემორალიზება გამოიწვია სრული ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა, ძალიან ბევრი კოორდინატორი წამოვიდა ნაციონალური მოძრაობიდან, ძალიან ბევრი მხარდამჭერი არჩევნებზედაც არ მისულა და რამაც რეალურად გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის დამარცხება არჩევნებში და ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ეჭვები არსებობს საზოგადოებაში და არსებობდა დღემდე და პირველ რიგში ეს თუ ვინმეს არ აწყობდა ვანო მერაბიშვილთან ერთად ბუნებრივია არის ბიძინა ივანიშვილიც და დიდი, ასე ვთქვათ, ალბათობით სწორედ ამიტომაც შეიძლება იყოს ეს ნაბიჯი გადადგმული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ის აზრი, რაც მუსირებს საზოგადოებაში, ეს გაფანტოს. ანუ ცალსახად იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი არ არის კვლავ გარიგების ან თამაშის შემადგენელი ნაწილი, მე პირადად არ შემიძლია, ამას გვიჩვენებს დრო, ამას გვიჩვენებს წაყენებული ბრალდებების სიმძიმე და ამას გვიჩვენებს რეალურად ის მტკიცებულებები და ის არგუმენტები, რაც ექნება პროკურატურას. რამდენად პროკურატურა იქნება, ასე ვთქვათ, სერიოზული ამ ყველაფერში და რამდენად თავიდან, ასე ვთქვათ, არ მოხდება რაღაც შოუების დადგმა და საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, რაღაცა თვალებში ნაცრის შეღრა. იმის გამო, რომ დაფარონ ის გარიგება, რომელიც არსებობდა სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ წარმომადგენლებსა და ქართულ ოცნებას შორის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები თუ კი ის გადაღებული არის ციხეში, ამის გარეთ გამოტანა იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანო მერაბიშვილის დროს აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, ეს არის აბსურდი და ამას არ დაიჯერებს არავინ და არც ჯერათ შესაბამისად კითხვები და ეჭვები ბუნებრივია ამ მიმართულებით არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენად თუ მე სხვა შორის მინდა ისიც გითხრათ, რომ ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ფარულად თუ სხვა სახით ვანო მერაბიშვილს გვერდით არ დაიყენებდა და ის არ იქნებოდა მისი დასაყრდენი ბოლომდე, იმიტომ რომ ვინ და ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ გუნდს გაწირავს, ესეთ ადამიანი არ უნდა დაიყენოს გვერდით, არც ფარულად მათ შორის და მე ჩემს ინტერვიუებში ვამბობდი, რომ თუ კი ვანო მერაბიშვილს ვინმე ბოლოს მოუღებს, ეს იქნება თავად ბიძინა ივანიშვილი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის მიხეილ სააკაშვილი. ბიძინა ივანიშვილი არ იბრძვის და მისი ასე ვთქვათ ცხოვრების და გარკვეული, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის ბრჭყალებში ალბათ მეთოდები არ არის პოლიტიკური, ის არის მაფიოზური მეთოდებით მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლას მიჩვეული და შესაბამისად ეს ადამიანი არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, სახიფათო, ჩემი აზრით და უნდა ყოფილიყო ვანო მერაბიშვილისთვის და ალბათ ვანო მერაბიშვილიც ამას ძალიან კარგად მიხვდა შემდგომში იმ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. პრეზიდენტის მე ვფიქრობ, რომ ეს ფრაზა არასწორი არის პრეზიდენტის მიერ, რა თქვა, იმიტომ რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ და ჰომოფობიის, ასე ვთქვათ, ბრძოლასთან ის საერთაშორისო დღე, რომელსაც აღნიშნავდნენ ჩვენს ქვეყანაში, ამ დღეს ვერ შეცვლიდნენ. წინა დღით იყო სამგლოვიარო ცერემონია, თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ჩვენ პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს და ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა ესმოდეს, რომ კონსტიტუციით ნებისმიერ მოქალაქეს, როგორ უმცირესობასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის ამ საზოგადოებაში აქვს უფლება მოაწყოს აქცია, გამოხატოს თავისი აზრი კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა და ხელისუფლებას აქვს ვალდებულება იმისა, რომ ხელი არ შეეშალოს ამ ადამიანთა ჯგუფს საკუთარი, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. შესაბამისად, ეს ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, შესაბამისად ვერ უზრუნველყოს ის, რომ არა მარტო ხელი შეშლა, არამედ ძალადობა
ჩაქოლვისკენ მოწოდება, სიძულულისენით საუბარი და ლაპარაკი არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის პასუხისგებაში არ არიან მიცემული კონკრეტული პირები და ორგანიზატორები და მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის ასასლარიანი ჯარიმით გამოუშვეს ადამიანები გუშინ გარეთ. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფოებრიობას საკმაოდ დიდი და სერიოზული საფრთხე ექმნება და ამ ფონზე პრეზიდენტის მხრიდან მსგავს ტიპის განცხადებები მე მიმაჩნია არასერიოზულად, თუმცა შემდეგ უკვე პრეზიდენტმა მე რომ მოვისმინე მისი გამოსვლა ბოლოსკენ უკვე სცადა საკუთარი აი იმ გამონათქვამის გამოსწორება და ალბათ ცალკე კონტექსტში განსახილველი არ არის მისის გამოსვლის ნაწილი, რომელზედაც გარკვეული აჟიოტაჟი ატყდა. აქედან გამომდინარე მე ცოტა არ მიმაჩნია მთლად სერიოზულად განცხადებები, რომ ეხა ამის გამო ჩვენ ვემიჯნებით ნაციონალურ მოძრაობას, ვისაც უნდა რომ გაემიჯნოს ეს მისი უფლებაა, ვერავინ ვერ დაუშლის, თუმცა გამიჯვნაზე თუ საუბრობთ, მაშინაც უნდა გამიჯნოდით, როდესაც ნაციონალური მოძრაობაც ვერ ახერხებდა ანაფორაში გადაცმული კრიმინალების პასუხისგებაში მიცემას, როცა ისინი სცემდნენ უნივერსიტეტების წინ სტუდენტებს, როდესაც შევარდნენ კავკასიის ტელევიზიაში და მაშინაც რამოდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული და არა მთავარი ორგანიზატორები და წამხეზებლები ამ ყველაფრის და სამწუხაროდ ამ ასე ვთქვათ ანაფორაში გადაცმული კრიმინალების ქმედებებმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და კიდევ უფრო ფართო, ასე ვთქვათ, გამოწვევების წინაშე დადგა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა. ეს ქმედებები საბოლოო ჯამში არის მიმართული არა ხელისუფლებების წინააღმდეგ, ეს იქნებოდა სააკაშვილის ხელისუფლება თუ იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არამედ არის ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. მადლობა თქვენ. სტატუსი ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ